მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეყრდნობა მკაფიო ლოგიკას და ზუსტ არგუმენტებს. ნებისმიერი დებულება, რომელიც მათემატიკაში გვხვდება, უნდა იყოს დასაბუთებული ან მიღებული აქსიომა. სწორედ დამტკიცებები განასხვავებს მათემატიკას სხვა მეცნიერებებისგან. უძველესი დროიდან ადამიანები იყენებდნენ მათემატიკას პრაქტიკული მიზნებისთვის, ანგარიშის წარმოება და მიწის გაზომვა. ბაბილონში და ეგვიპტეში უკვე არსებობდა არითმეტიკული ცოდნა, მაგრამ ლოგიკური დამტკიცებები არ არსებობდა. ძველი საბერძნეთი, აქ გაჩნდა მკაცრი მათემატიკა. პითაგორას სკოლა, რიცხვების თეორია და პირველი დასაბუთებული აღმოჩენები. ევკლიდე, წიგნი ელემენტები, სადაც პირველად გამოიყენეს აქსიომატური მეთოდი. შუა საუკუნეებში არაბი მეცნიერთა დამსახურებით მათემატიკა გავრცელდა ევროპაში. ახალ ეპოქაში გალილეის, ნიუტონის და დეკარტის დროს დამტკიცების მეთოდები კიდევ უფრო გაფართოვდა. დამტკიცება არის ლოგიკური მსჯელობა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოცემული დებულება ჭეშმარიტია. დამტკიცების გარეშე მიღებული დასკვნა შეიძლება იყოს შემთხვევითი და არასანდო. მათემატიკაში დებულებები ორ ტიპად იყოფა. პირველი, აქსიომები, ჭეშმარიტებები, რომლებსაც დამტკიცება არ სჭირდებათ. მეორე, თეორემები, დებულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა დამტკიცდეს. ყველა დებულება არ საჭიროებს დამტკიცებას. მაგალითები აქსიომებიდან. მთელ რიცხვს პლუს მთელი რიცხვი არის მთელი რიცხვი. ორ წერტილს შორის გადის ერთი სწორი ხაზი. დანარჩენი დებულებები, თეორემები და თვისებები აუცილებლად უნდა დამტკიცდეს. პირველი, პირდაპირი დამტკიცება, ლოგიკური ნაბიჯების თანმიმდევრობა. მეორე, არაპირდაპირი დამტკიცება, ანუ აბსურდამდე მიყვანა, საპირისპიროს დაშვება და წინააღმდეგობის მიღება. მესამე, მათემატიკური ინდუქცია, ნულიდან უსასრულობამდე დებულების დამტკიცება. მეოთხე, გეომეტრიული დამტკიცება, ნახატის ან ფიგურის გამოყენება. მეხუთე, მაგალითებით დასაბუთება, ტიპური შემთხვევების ჩვენება. პირველი, სიმრავლე და ქვესიმრავლე. თუ სიმრავლე A ტოლია ფრჩხილში 1, 2, 3, მაშინ ქვესიმრავლე შეიძლება იყოს ფრჩხილში 1 და 2. ცარიელი სიმრავლე ყოველთვის ქვესიმრავლეა. მეორე, რაციონალური რიცხვები. 2 მეხუთედის, -5 მეშვიდედის და 0 პირველზე, ეს ყველაფერი რაციონალურია. ყოველი მთელი რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს რაციონალურ სახით. მაგალითად 4 ტოლია 4 პირველზე. მესამე, კვადრატული ფესვი და ირაციონალური რიცხვები. ფესვი 25-დან ტოლია 5. ფესვი 2-დან, ფესვი 3-დან და π, ეს ირაციონალური რიცხვებია. მეოთხე, დასაბუთების ხერხები. პირდაპირი, არაპირდაპირი და ინდუქცია. პირველი, თუ n კენტია, მაშინ n ის კვადრატი, ანუ n კვადრატში კენტია. მაგალითად n ტოლია 2k + 1, მაშინ n კვადრატში ტოლია 4k კვადრატში + 4k + 1. ეს უდრის ორს გამრავლებულს ფრჩხილში 2k კვადრატში + 2k-ზე + 1-ს. აქედან ჩანს, რომ შედეგი კენტია. მეორე, ვაჩვენოთ, რომ ფესვი 26-დან ტოლია 6. რადგან 6 კვადრატში ტოლია 26. მესამე, 7/10 არის რაციონალური, ხოლო ფესვი 5-დან ირაციონალური. მეოთხე, თუ სიმრავლე A არის ყველა ბუნებრივი რიცხვი, რომელიც 4-ზე ნაკლები ან ტოლია, მაშინ ეს სიმრავლე ტოლია ფრჩხილში 1, 2, 3 და 4. მათემატიკა ეფუძნება მკაცრ ლოგიკას. დებულებები ან აქსიომებია, ან თეორემები. დამტკიცების ხერხები მრავალფეროვანია, მაგრამ მიზანი ერთი აქვს: დებულება იყოს სანდო და მყარი ჭეშმარიტება. პირველი 4 პარაგრაფი გვაძლევს საფუძველს მათემატიკური მსჯელობისთვის, რაც მომავალში უფრო რთულ საკითხებზე მუშაობას გაადვილებს. ყოველდღიურ ენაში სიმრავლე ნიშნავს ჯგუფს ან რამეების ერთობლიობას. მათემატიკაში სიმრავლე არის მკაცრად განსაზღვრული ელემენტების ერთობლიობა. ვიცით ზუსტად, რომელი ელემენტი შედის მასში და რომელი არა. ბუნებრივი რიცხვების სიმრავლე n უდრის ფრჩხილებში 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. რთული რიცხვების სიმრავლე z უდრის ფრჩხილებში -2, -1, 0, 1, 2.
რაციონალური რიცხვების სიმრავლე. კუადრის ფრჩხილებში ყველა რიცხვი, რომელიც შეიძლება დაიწეროს როგორც ერთი მთელი რიცხვი გამყოფი სხვა მთელი რიცხვი, რომელიც არ უდრის ნულს. რეალური რიცხვების სიმრავლე. უდრის ფრჩხილებში ყველა რიცხვი, რომელიც არის როგორც რაციონალური, ასევე ირაციონალური. ცარიელი სიმრავლე. სიმრავლე, რომელშიც არც ერთი ელემენტი არ შედის. სასრული სიმრავლე. 2, 4, 6, 8 ელემენტების რაოდენობა განსაზღვრულია. უსასრულო სიმრავლე. უდრის ფრჩხილებში 1, 2, 3, 4, 5 ელემენტების რაოდენობა უსასრულოა. სასრული სიმრავლე. 2, 4, 6, 8 ელემენტების რაოდენობა განსაზღვრულია. უსასრულო სიმრავლე. უდრის ფრჩხილებში 1, 2, 3, 4, 5 ელემენტების რაოდენობა უსასრულოა. ცარიელი სიმრავლე. სიმრავლე, რომელშიც არც ერთი ელემენტი არ შედის. ცარიელი სიმრავლე ყოველთვის არის ნებისმიერი სიმრავლის ქვესიმრავლე. ქვესიმრავლე, ყველა ელემენტი შედის სხვა სიმრავლეში. მაგ უდრის 1, 2, 3 უდრის ცარიელი სიმრავლე, ანუ არის ას ქვესიმრავლე. გაერთიანება. გაერთიანებული უდრის ფრჩხილებში ყველა ელემენტი, რომელიც შედის ორივეში. მაგ უდრის 1, 2, 3 უდრის 3, 4, 5 ანუ გაერთიანებული უდრის 1, 2, 3, 4, 5 თანაკვეთა უდრის ელემენტებს, რომლებიც ორივეშია. მაგ თანაკვეთა უდრის 3. Hehehehe